შენ ვის მონაცემებს ეყრდნობი, წაიკითხე ჯანიშია რა წერდა და მეცაც გეტყვით ჩემო მეგობარო ჯანიშია კი არა ივანე ჯავახიშვილიც წერდა რაღაცებს ისეც რაც მე დამტკიცა რომ არ შეესაბამებოდა რეალობას და მადლობა პავლე ინგორყვას და კიდე ბევრ სხვა თანამედროვე და არათანამედროვე ქართულ მკვლევრებს რომლებმაც დაადასტურეს ზუსტად ის რაც თავის დროზე ჩვენს უდიდეს ავტორიტეტებს შეეშალოთ ხანდახან ესიც ხდება ხოლმე ეხა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ივანე ჯავახიშვილს რომ აქვს დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე ბევრს არ აქვს, მაგრამ ნუ რაღაცები შეეშალა. აი ამის მაგალითი იყო მაგალითად კომპლექსი ფსუა. ფშ, რომელიც დამტკიცდა, რომ რეალურად არის ქართული ტოპონიმიც. ოღონდ აქ არის ორი ვარიანტი. არსებობს ტოპონიმი, რომელიც არის სუბსტრატი, ანუ მაგალითად ცხოვრობდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე ერთი ხალხები, შემდეგ მოვიდა სხვა ხალხი და შემორჩენილია აი ამ წინა ხალხის ტოპონიმიკა, ანუ ადგილების დასახელება, მაგრამ ასევე არსებობს ადსტრატი. ადსტრატი ნიშნავს იმას, რომ ორი მეზობელი ხალხი, როცა ერთ მიწაზე ცხოვრობს, ერთმანეთს უზიარებენ და ერთმანეთზე ავრცელებენ საკუთარ სუფიქსებს, საკუთარ თანხმოვანთა კომპლექსებს და ასე შემდეგ. აი ამის მაგალითია უა. მაგალითად მდინარე ფსოუ, მაგალითად ფაზისი, ანუ უა ის ჩვენთანაც ფსუა და ფშა და ყვა და რა ეს არის ჩვეულებრივად დამტკიცებული ჩვენთანაც რომ ჩვენი ჰარმონიული თანხმოვანთა კომპლექსებია რომელშიც ვერავინ ვერ შეგვედარება. მადლობა.